გესალმებით ყველას, როგორ ხართ? ხომ ხართ ყველანი ძალიან კარგად? დღეს ფანტასტიკური ამინდია. ცოტა კი გრილა, ან მე მაცვიათ ხლად. ხვალ უფრო კარგი ამინდია. ასე რომ არ ვიწყენთ. მივიდივარ ალექსანდრასთან სკოლაში. მიმოქვს ბავშვებთან ისე ტკბილეულობა ალექსანდრას დაბადების დღიდან, იმიტომ რომ ზოგი არ იყო იმ დღეს. ზოგი ისე, ზოგი ასე, ამიტომ ვინმეს გული რო არ დაუწყიტოთ, ყველა დავიმახსოვრე, ვინც არ იყო. მას ალბათ ვთხოვე, სია გამოეგზავნა, ვინ არ იყო. ანუ ხო აღრიცხავენ ხოლმე ბავშვებს და მითხრა და მაგის მიხედვით ახლა მიმოქვს დანარჩენ ბავშვებთან ტკბილეულობა. და ძალიან უხარია, რა თქმა უნდა, ყველას. რომ რაღაცა არ გამოტოვეს, რაღაცა არ დააკლათ. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი ელოდება, ყველა ბავშვს უყვარს დაბადების დღისა ესეთი უგაშენიები, ესე რომ ვთქვათ. მე და ალექსანდრს მივიდივართ კონკიაზე. წინაზე უნდა წავსულიყავით 18-ში, არა 19-ში გვქონდა ჩვენ. 18-ში არ წავედით, 19-ში ავიღე ბილეთები, 19-ის. ხო და იმ დღეს გადაიდო პატრიარქის გარდაცვალების გამო, ხო. გადაიდო ყველაფერი და ახლა დღეს 23 მარტს მივიდივართ რა ლამაზია. ხო, მოკლედ ესეთი ამბები. ძალიან ელოდება ალექსანდრა კონკიას, იმიტომ რომ იქ ბალეტია და ძალიან აინტერესდა. წარმომიდგენია დღეს გააფრენს სიხარულით, რომ დაინახავს ეს ლამაზ კაბებს. Ой, какая миленькая, да? Привет. Замовабრძანე. Апельсин. Замовაბრძანე სკოლიდან. Апельсин. მე თქვი როგორ. თქვი რასასაცილოდ. Что она сказала? კონდა. Уя! თამაგვიანდა კი არა და ადრე გამოვყვანია მასწავლოს და ერთი ბავშვი უკვე წაყვანილი ყავდათ და ვერ მივეცი და მეორეს მივეცი, არა უშავს ხვალ კიდევ წავიღე, მაგრამ ამის ტარება ყველაზე მეტად არ მიყვარს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ესე ხელში გიჭირავს. იკუჭება და ცდილობ რაღაც ფაქიზად წაიღო, მაგრამ უაი მაგის მეტი, მაინც იკუჭება. Ასე რომ წავედით ახლა სახლში. Уже не успеем. Это ночью надо было сделать, тебе нравится? Чем наверное უნდა თმა ალექსანდრას არ და გუში რო ვიბანავით, მე ჩავიწანი. როგორ ვიკეთებ ხოლმე ხა იცით? ადრე ეგრევე სოლს ვიწნიდი ხოლმე და ეხლა ეგრე აღარ ვაკეთებ, იმიტომ არ მიშრება ხოლმე დილის. ოდნავ ნოტიოს, თოდნავ შევიმშრალებ ხოლმე თმას და ნოტიოს ესე რომ ჩავიწნი. დილას ისე ლამაზად მაქვს. ყველას მოსწონს. ეხლა სახში ავცუნცულდებით. ისეთი გემრიელი ბორში მოვამზადე. შევჭამთ ბორშს, смотри, кто там идет. Зови. Нет. Зови. Нет! Александра. Ай. Ты куда собралась, Александрушка? На спектакль. Раме магаши арაფერი არ არის, აღარ ჩარჩა. Вот сюда, пожалуйста, телефон. Зачем так? Не мать! Иди! А что ты там себе подготовила? Покажи. Сейчас. А это что? Что у тебя в руках? Пудра, походу. Я не знаю, если честно. А зачем тогда мазать, если не знаешь? Мои любимые, нелюбимые духи? Это мои любимые. Мама. Вот это моя любимая. Я у тебя взяла. Что ты еще у меня взяла? Вот это. Вот это. А вот это у меня вообще лежало тут. Мама, смотри. Привет, апельсин. Пока, апельсин. ჩვენ უკვე გამოვედით და მივდივართ. გრიბოედოვის თეატრში არის კონკია. ხო და ერთადერთი რაზეც ვნერვიულობ არის ის, რომ ალექსანდრა კაზაძეა ბალეტკები. სხვა ვერაფერი შევუხამეთ. ამ ლუქს და ой, не потерял бегути, не потерял балерина.
პატარა ბალერინა რო იყო, ხო გახსოვთ? Александрушка, помнишь, как ты танцевала? Да. Как ты танцевала, покажи. Пойдем, давай. Ты довольная? Идешь на спектакль. Вау. А нам, кстати, сзади лучше. Как я тебя учила? Давай еще. როგორ უხარია, როგორ თან თავისი კლასელიც აქ არის ჩვენს უკანზეს. Аккуратно, не спеши, хорошо? Ой, ай, ай, мадам. Ой. Какая встреча, скажи. Как дела? Где твоя подружка сидит? Наверху? На Ви показывает. А, Вик, да. А ты мне расскажи, тебе очень нравится спектакль? А что тебе там больше понравилось? Белый балерин, потому что белая балерина Так, была. вот так они делали, да? Ты тоже пойдешь на балет со следующего года? Так, балет Почему сразу следующим? Слышишь? Балет или большой теннис? Балет. Ай-яй-яй. Конечно, ты у меня балерина. Вот так. Эмоциями. Очень хорошо было. Сока была. И сока была. Ты любишь горчичный соус? Обожаю. А ты что больше всего любишь в Макдональдсе? Бургер. И картошку фри. А какой бургер из них? Это капуста не найду. С много сыром. А тот бургер, который в прошлый раз мы там ели? Ты не представляешь, как вкусно было? Как вы меня достали эти огурцы? Ой! Девочка чихнула. А? უკვე 10 საათია, 5 საათი დიხანია გასცა, მაგრამ დღეს ვარქოთ. Сыра. Сыра, пожалуйста. Пири хочешь? Нет? იმის გამო რომ მე და ალექსანდრა მივდიოდით ბალეტზე, ანუ ყველა ვარიანტში ვიცოდი რომ როცა ეს თადლებში მივდივართ აუცილებლად მივდივართ ხოლმე საბეგებრიულად საჭმელად და დღეს გვიან იყო. Вивила. Слава Богу, не на этом. Амитом Лука, будешь мокрый. ალექსანდრუშკა დავტოვე სკოლაში. დღეს 20 გრადუსი გვაქვს გარეთ, ძალიან თბილა, ძალიან კარგი ამინდია და
ძალიან კი მეზარებოდა სხვათა შორის არ მინდოდა ფეხით სიარული, მაგრამ დილას ძალიან ისე გემრიელად მივირთი და მეთქი არა ძალიან ბევრი უნდა ვიარო და ეს თქო და სკოლის მერე ახლა ჩავალ ფიქს პრაისში მინდა ვიყიდო კვერცხისთვის საავტომობილო კვერცხისთვის საღებავები მინსკში ცხოვრობის დროს ყოველთვის ძირითად შემთხვევაში ფიქს პრაისში ვიღებდი ხოლმე იმ საღებავებს რომელიც მე მომწონდა ახლა რაღაცა ცუდად გადავდივარ და არაფერ მომშმუთოს აქ ხოდა იქ სულ ფიქს პრაისში ვყიდულობდი ხოლმე და ეხლა ვნახე რომ აქაც არის საღდგომო რაღაცები რომ შემოიტანეს საღებავებიც არის ამიტომ არ ვიცი შეიძლება ახლა ამოყიდული იყოს უკვე რამოდენიმე დღის უკან ვნახე შეიძლება ამოყიდული იყოს მაგრამ მაინც ვცადოთ აი ეს ხმაურიანი მანქანები მკლავს ხოდა ეხლა ეს ფეხი ბოლომდე ჩავუყრები და ვიხდი საღებავებს და კიდევ იცით რა მინდა მაქანები მინდა მაგიდის გადასახარებულს ვკერავ და მაგისთვის შესაფერისი ბეჟი მინდოდა მაგრამ წინაზე არ იყო იქ სადაც მე ვიყავი და ეხლა კიდევ ერთი მაღაზია მეგულება იქაც ვნახავ შეიძლება იყოს და ბარემ მაგერსაც წამოვიღებდი და დავასრულებდი ჩემს საღდგომო სუფრის შეკერვას ისეთი ლამაზი და მოდი ისეთი ნაზი და საყვარელი ძალიან მომწონს რაღაცა ისეთი მინდოდა მოკლედ ამ წელს აღდგომაზე გავიგიჟე თავი და ძალიან ბევრი რაღაცები ვიყიდე დეკორს გულისხმობ მოკლედ მე გაჩვენებთ ყველაფერს ბოლოს ყველაფერს ერთ ვიდეოში ლამაზად გაჩვენებთ ერთი რაღაცა მინდოდა ეგ ვერ ვიყიდე ჯერ სიმართლე გითხრათ მაგრამ რამდენჯერაც მივედი საყიდლად დაკეტილები იყვნენ მე 22 მარტამდე არ მუშაობთო მე მივწერე Facebook-ზე მე არ ვიცი ეს ხალხი რანაირად მუშაობს მე შუა ეხლა მაგალითად გუშინ შუა ღამის ეს გეფიცებით გამთენიისას გავყიდე ერთი საბანი კონვერტი ანუ მომწერეს და ავიღე ტელეფონი და ვუპასუხე და ეგრევე ჩამირიცხეს ანუ და იმათ მივწერე Facebook-ზე საერთოდ ურის არ შეიბერყეს არც ნახეს და როგორ მუშაობენ ვერ გავარკვი ანუ როგორ ყიდიან ამებს მე ვერ გავარკვი წამებში ვუპასუხობ გეფიცებით როცა მომდის შეტყობინა იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ეს არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი როცა მწერენ და ჩემ მიზანი ესე ეს არის რა ვიცი მე როგორ ყიდიან ვერ გავარკვი ხო და ეხლა სიმართლე გითხრათ ის ფინანსები რაც იმისთვის მქონდა გადადებული ახლა აღარ მაქვს მაგისთვის მე ვინცე პოზიციაზე გადის და ეს ხალხი საღებავების ძალიან დიდი არჩევანია ასევე ფორმების მე ჩემთვის ავიღე ნუ სახში უკეთესად გაჩვენებთ მაგრამ ნახეთ რამდენი რამეა ძალიან ლამაზი აი გეფიცებით ყველაფერი მინდა აი ეს ქათამიკო ნახეთ როგორი ლამაზია აი ესენი ნახეთ კვერცხის ჩასადები ქათმები როგორი საყვარლებია წითელი ავიღე და ახლა ვიფიქრებ სჭირდება თუ არა არის სანდოშკას აი ესეთი ბაჭი ძალიან ლამაზი რაღაცებია ეს პასკისთვის თავშები ყველაფერი ვიყიდა ფიქს პრაისში რაც გეგმაში მქონდა თუ არ მქონდა და მოდით ახლა ბარემ აქეთ ვართ და შევიაროთ სამწმაში და ვიყიდოთ ასკისთვის რაღაცები მაგალითად სუკატები და ქიშმიში სამწმაში რა თქმა უნდა უკვე ყველაფერი გამზადებულად იყიდება მე ავიღე სუკატები და ქიშმიში და კიდევ არის ძალიან მოწნა ესეთი გულები ნახეთ როგორი ლამაზია გასაფორმებლად ძალიან დიდი არჩევანია ეხლა უცბად გაჩვენებთ რა ვიყიდე სამწმაში ვიყიდე აი ესეთი შოკოლადი შიგნით რომ უნდა ჩაყაროთ ხო ცომში და ისე რომ უნდა გამოაცხოთ არასოდეს არ გამეკეთებია უბრალოდ მინდოდა გამეტესტა და ავიღე ძალიან ცოტა ღირდა
ღირდა რა მე ავაწონინე 2 ლარის მინდო და გამოვიდა ლარი და 76 და ვფიქრობ რომ სრულიად საკმარისია იმისთვის რითიც მინდა რომ გამოვიყენო. კიდევ სახლისთვის ვიყიდე მიწის თხილი ალექსანდროვკას ძალიან მიყვარს. ეს არის 2 და 46 თეთრის საკმაოდ ბევრია კილოგრამი ღირდა 7 ლარი როგორც დავინახე. Kishmishi, მე მიყვარს ესეთი დიდი და თეთრი kishmishi. ფინრიებია. უბრალოდ გამოიყურება. ამის ფასი არის 5 და 29 და აი ესეთიც უკეთები. ესენიც უკვე აწონილი იყო და ამიტომ ესევე ავიღე აღარ ავაწონინე და ეს გამოვიდა 4 და 93-ის. მოკლედ სამ ძმაში სულ გადავიხადე მე მგონი 14 და 55. ეხლა რა ვიყიდე fix price-ში ვიყიდე ესეთი საღებავი. ეს ადრეც მაქვს. ნუ აქ რაც მაქვს, ყველა ადრეც მაქვს გამოყენებული. ეს არის ტაბლეტები, უნდა გახსნათ წყალში, უნდა დაამატოთ ცოტა ძმარი და მოკლედ ისე უნდა შეხებოთ კვერცხები. ძალიან კარგი გამომევიდა მაშინ აი მწვანე სახლში ვცხოვრობდით ბელორუსში, მინსკში და იქ მაქვს ესენი გამოყენებული და ძალიან კარგი იყო. აი ესეთი მოკლედ ტაბლეტები არის, აქ წერია ფერები, ამაში არის წითელი, ყვითელი, ლურჯი, სტაფილოსფერი, იასამნისფერი და ფირუზის ფერი. Вот. კიდევ ავიღე აი ესეთი. აქაც უნდა ეწეროს ფერები, მაგრამ საწერია ახლა ესე ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით აი ესეთი ფერები არის, რაც ამაშია წეგან წავიკითხე. და ახლა ვეღარ ვპოულობ. აგერ წერია წითელი, ვარდისფერი, იასამნისფერი და კიდევ ლილოვая. რა ვიცი, ჩემი აზრით ლილოვая და იასამნისფერი ერთი და იგივე უნდა იყოს, მაგრამ ეტყობა რაღაცა განსხვავება არის. და ესეც აი ესეთი აქვს, ცოტა სხვა ფერებია. სალათისფერიც არის, ცისფერიც არის, აქაც არის ლილოვая, როზოვая და ჟოლტა. ყვითელიც არის, ამაში არ არის ყვითელი. ხო, ის ქათამი, რომელიც კოპლებიანი იყო, ის არ ავიღე, იმიტომ რომ ერთი ცალი იდო იქ, რომელიც მე ავიღე და იყო გაბზარული და მაგიტო აღარ ავიღე და აი ეს ავიღე ერთი ცალი ალექსანდრასთვის, რომ წითელი კვერცხის ლამაზად დავახვედროთ აღდგომას. ნახეთ როგორი ლომოძიო. აი ესეთი ადრეც მქონდა თეთრი. და ესეთი გამოსაცხოვი ფორმები ავიღე ძალიან ლამაზი და საყვარელი. ადრეც გამომიცხვია ასეთ ფორმებში, ცოტათი დაბალია, მაგრამ მე ცოტა დაბალი ბასკები უფრო მომწონს დასაჭირავად, რა ვიცი, უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ძალიან მაღლები რო არის და ეს რო ჭრით, ჩვენთვის არ არის მაგალითად მოსახერხებელი და აი ეს ფორმები ძალიან მომწონს, ჯერ ერთი რო ლამაზი და რაღაცნაირი მხიარულია და ფერადია, მეორეც დასაჭირავად ვფიქრობ, რომ აი ეს ზომა სრულიად საკმარისია. ხოლო fix price-ში, ანუ ყველაფერში გადავიხადე 19 ლარი და 59 თეთრი. ჩემი გაშვება არსად არ შეიძლება, მაგრამ როგორც არის და მივდიოდი საღებავებზე და პრინციპში ეს ფორმაც უნდა მეყიდა. ესენი გეგმაში არ იყო, მაგრამ მაინც აყიდია და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ვიყიდი თუ მერე. მე ყოველთვის მირჩევენია ხოლმე წინასწარ ვიყიდო, მერე არის რიგები, ან არის, ან არ არის წინაზე, მაგალითად სუკატები ვიყიდე ბოლოსკენ და ისეთები იყო, რომ რა ვიჯობდა საერთოდ არ მეყიდე, რაღაცნაირი წვრილი უბედურება, ანუ ძალიან დამტვრეულები და ძალიან ცუდები იყო და ამას არ აუშვებს, ხა ნორმალურია, ძალიან კაი ზომაა. Вот, სულ ეს არის დღევანდელი ჩემი შენაძენი. ეხლა გავიკეთებ ყავას და ალექსანდროვკას გამომზადებ თხილს. და გადავინაცვლებ სამუშაო ოთახში, მე მოგვიანებით გაჩვენებთ რას ვკერავ, როგორ ვკერავ და დეკორს ცოტა მოგვიანებით ალბათ ცალკე ვიდეოში გაჩვენებთ რაც შევიძინე, რასაც გეუბნებოდეთ წინასწარ. სულ ეს არის ჩემი შენაძენი ჯერჯერობით აღდგომისთვის. კიდევ რა თქმა უნდა რაღაცაები მჭირდება, ქვილი, ჟელატინი, სხვადასხვა სანელებლები, მაგრამ ის ცოტა მოგვიანებით.
წელს ჯეჯილი ასეთ რკინის ქოთანში ჩავხდა ესე რო თქვა და ნახეთ უკვე რამ ხელა იმედა და ლამის ტელეფონი დამივარდა უკვე ნახეთ რამ ხელაზე გაიზარდა ნახეთ როგორი ლამაზია მე მინდა რომ აი დაახლოებით აი ამ სიმაღლეზე იყოს ჯეჯილი ლამაზად რო ჩანდეს უბრალოდ დეკორისთვის შიგნით ჩავუფინე ცელოფანი ნახეთ რომ მეთქი არ დაიჟანგოს თქო შემიში და აი ეს ჩვენი ლამაზი აი ესეთი რავი ქოთანია ალბათ ხო უბრალოდ ცოტა სხვანაირი არის რკინის არ ვიცი რა ვიცი აბა სხვანაირად რა დავუძახო რა შეიძლება კიდევ აი ეს იყოს და აი ესე ლამაზად გამოიყურება ჩვენი ჯეჯილი ყოველდღიურად რო ვიღვიძებ ისეთი გაზრდილი და ისეთი ლამაზი მხვდება ეს დაახლოებით 3 დღე ჩალბობილი მქონდა წყალში და ეს ალბათ უკვე 2 დღის თუ 3 დღის შედეგია აი ამ ხელაზე გაზრდილი შეიძლება ცოტა ადრე დავთესე მაგრამ მე მინდა რომ ისეთი მაღალი იყოს და ზუსტად ის იქნება რაც მე მჭირდება ეხლა კიდევ გაჩვენებთ რა დავთესე კიდევ დავთესე აი ესეთი სელის თესლი მაგრამ ეს ნამდვილად ძალიან ადრე მომივიდა ამას მე კიდევ დავთესავ და ეხლა აი ამებს მაგალითად მიკრო წვანილი ქვია ამას არის ძალიან სასარგებლო ყველაზე მეტი ვიტამინები არის ეხლა აი ამაში რამე სალათას როცა მოვიმზადებ მოვჭრი ხოლმე და შიგნით ჩავამატებ ან ბუტერბროდებს როცა მოვიმზადებ ზევიდან ესე გავაფორმებ ხოლმე და მოკლედ ძალიან სასარგებლოა ეს ყველაფერი ძალიან მომენატრა სითბო მზე და კარგი ამინდები ხოლო ისე ცუდი ამინდია იწვიმებს მოკლედ ალექსანდრუშკა უნდა გამოვიყენო სკოლიდან სახში გველოდება მილა წეგან ჩემი ბიძაშვილი მოვიდა და მოაბრძანეს მილაჩკა და ელოდება ალექსანდრას ბურთში უნდა ითამაშო ისათვის საჭველი ყველაფერი გაკეთებული მაქვს ბორშიც აქვს ხორციანი წვნიანიც აქვს წეგან მოვუხალე გეუბნებოდით თხილი ისეთი გემრიელია რომ ნახევარი მევჭამე Пойдем, давай. Мама, возьмем ролики. Мила тебя дома ждет. Давай быстренько и бегом. Территория.